ისტორიული ოცნებები მიმოწაუბრებს, რომ ეს არის თითქოს ამერიკული მხარის პირდაპირი თარგმანი, მაგრამ საზოგადოებისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ კანონის ასეთი პირდაპირი თარგმნა, რა თქმა უნდა, არნიშნავს, რომ ეს ანალოგიურად გამოიყენება სხვა სივრცეში, სხვა სამართლებრივ სისტემაში და სხვა პოლიტიკურ კონტექსტში. ამ მოცემულ შემთხვევაში, რაშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ერთი მხრივ ცალსახა ის მიზანი, რომელიც ამოძრავებს ქართულ ოცნებას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედია ორგანიზაციები და არა მარტო ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები შეზღუდონ სხვადასხვა ფორმით და ამ კანონის მიღება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ნორმალური განმარტების პირობებში ვთვლით, რომ ეს კანონი ჩვენზე არ ვრცელდება და არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ მათი რიტორიკა მიანიშნებს იმაზე და ასევე ამ კანონის ბუნდოვანი ბუნება, მისი ბუნდოვანი შინაარსი, ასევე განუჭრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციული ბიუროსათვის აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი იქნება გამოყენებული რეპრესიულად. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია ეს კანონი შეაჩეროს, მისი მოქმედება შეაჩეროს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი არ ებრძვის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, ინდივიდებს, რომლებიც საკუთარი ორგანიზაციული საქმიანობიდან გამომდინარე მოიპოვებენ დაფინანსებას და საკუთარი დამოუკიდებელი საქმიანობის ფარგლებში განკარგავენ მას. ის განმარტებები, რომელიც ისმის ამ შეხვედრებზე, რომელსაც ატარებს ანტიკორუფციული ბიურო და მედიასთან გაკეთებული კომენტარები, აშკარად მიანიშნებს იმას, რომ მათ კანონის ფართო და განუჭრეტელი გამოყენების ამბიცია და სურვილი აქვთ. ჩვენ ამ საჩერით საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ გვინდა დავაფიქროთ მათ მთავარ მისიაზე, მათ მთავარ ფუნქციაზე, კონსტიტუციით გარანტირებულ და მოცემულ პირობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ რიგში დაიცვას კონსტიტუცია.